მტრედი როგორც სული წმინდა, ღუზა იმედის ხატი, მამალი აღდგომის სიმბოლო, ფარშევანგი უკტავების სიმბოლო, ფენიქსი აღდგომის, თევზი იესო ქრისტე ძეღვთის სამაცხოვარი. ეს ყველაფერი ადრე ქრისტიანული სიმბოლიკაა, რომლებიც კატაკომბებში გვხვდება. დიახ, პირველი ქრისტიანული ფრესკები კატაკომბებთანაა დაკავშირებული. კატაკომბა წარმოადგენს ბუნებრივ ან ხელოვნურად შექმნილ მიწისქვეშა ნაგებობას, რომელიც ძველად რელიგიური რიტუალების შესასრულებლად ან მიცვალებულთა დასამარხად გამოიყენებოდა. სწორედ აქ ახერხებდნენ დაფარვას პირველ საუკუნეებში მორწმუნე, დევნილი ქრისტიანები. კატაკომბებში აღმოჩენილი მხატვრობა ძირითადად მეორე, მეხუთე საუკუნეებით თარიღდება და უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს ადრეული ქრისტიანული ტრადიციების შესახებ. თუ გინდა გაიგო მეტი მსოფლიო ხელოვნების შესახებ, შემოვერთდი ჩემს კურსს მსოფლიო ხელოვნება. მოდი ფასკუნჩი, გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლაში.